ბათუმელი ჟურნალისტები 12 წლის მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად გაერთიანდნენ. თავს მთავრობის სახლის წინ სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მოზარდის დასახმარებლად თანხის შეგროვებას ჟურნალისტები ერთი კვირის განმავლობაში შეეცდებიან, ისინი ყოლაბებით, კერძო და საჯარო დაწესებულებებს შემოივლიან. ჟურნალისტებმა აქცია კამპანიის ფარგლებში დღესვე სოციალური კლიპიც გადაიღეს, რომელიც ჩვენი არხის ეთერში რამდენიმე დღის განმავლობაში იტრიალებს. მაგთის, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებს მოზარდის დასახმარებლად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 091-500-513. შეგახსენებთ, რომ მირზა ცეცხლაძეს ძვლის აპლაზიური ანემია აქვს. იგი ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადაუდებლად გადანერგვას საჭიროებს. ოპერაციისთვის $120,000 საჭირო. ჟურნალისტები გავერთიანდით და ვეცადეთ შეგვეგროვებინა გარკვეული თანხა. მართალია შეიძლება ეს თანხა არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ამ ბიჭის სიცოცხლე გადავარჩინოთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს იქნება მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჭირდება დახმარება, მაგრამ ვერ ახერხებს და ან მაგალითი ჭირდება ჩვენი მხრიდან ამისათვის და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება გამოსაფხიზლებელი სამომავლოდ ბათუმელებისთვის და არა მარტო მათთვის. ჩვენი თანაქალაქელი მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად სულ რაღაც 10 დღე დარჩა. ჩვენ ჟურნალისტებმა და არა მარტო ჟურნალისტებმა უნდა შევძლოთ და გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე. ამიტომ მომდევნო დღეების განმავლობაში ჟურნალისტები დავივლით სამთავრობო სტრუქტურებს და ქველმოქმედებისკენ მოუწოდებთ. ასევე არის გამოხმაურობა კერძო სექტორიდან, რაც ძალიან მისასალმებელია და გვიხარია ჩვენ ჟურნალისტებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ და გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე.